სახელწოდება ანუნაკი მომდინარეობს სიტყვიდან ანუ ცის ღმერთი. ხოლო კი აღნიშნავს დედამიწის ქალღმერთს. ამიტომ ანუნაკები არიან შუმერული პანთეონის მთავარი ღმერთები, ციდან დედამიწაზე ჩამოსულებ. ენკი იყო სიბრძნის მტკნარი წყლის, ინტელექტის, სიბრძნის განკურნების, შემოქმედების, ნაყოფიერების და ხელოვნების შუმერული ღმერთი. ენლილი შუმერების უზენაესი ღვთაება. თავდაპირველად ითვლებოდა ჰაერის ღმერთად, ხოლო შემდეგ საყოველთაო ღმერთად იქცა. მას მიაწერდნენ ქალაქების მცენარეული სამყაროს და სამიწათმოქმედო იარაღების გამოგონება. ანუნაკი, ენლილი, ნინლილი, ენკი შუმერული და აქადური ღვთაებები, რომლებიც ცნობილნი გახდნენ უძველესი ხელნაწერი წყაროები და ხშირად დაკავშირებულია ანუნასთან 50 მთავარი ღვთაება და იგიგისთან უმცროსი ღმერთები. შუამდინარულ მითოლოგიაში გვხვდება ცნობა არსებების შესახებ, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ. მათი ზომები 3-დან 5 მეტრს აღწევდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 1000-ეულობით წელს, მათ ანუნაკებს უწოდებენ. ვინ იყვნენ ანუნაკები? ერთი ვერსიით ანუნაკები სირიუსიდან მოვიდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, რომელიც უფრო გავრცელებულია, ნიბირუდან იგივე პლანეტა X. ეს პლანეტა მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობდა. ყოველ 3600 წელიწადში უახლოვდებოდა დედამიწას და ანუნაკებიც სწორედ ამ პლანეტიდან მოდიოდნენ ჩვენთან. ანუნაკები ადამიანებზე განვითარებულები იყვნენ. ისინი დედამიწაზე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ოქროს მოპოვება სურდა. ამის გამო დედამიწაზე ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობები. ანუნაკებიც რეპტილოიდები არიან. ინუაკები და ინუნები, შემდეგ ესენი აჯანყდნენ, ხოლო ანუნაკებმა მუშახელად ადამიანები გამოიყენეს. რა თქმა უნდა ადამიანის შრომა ვერც კი შეედრებოდა იმას, რასაც რეპტილოიდები აკეთებდნენ. ამის გამო ყველაზე ჭკვიანმა ანუნაკმა ენქიმ ია ადამიანის ევოლუცია დააჩქარა გარკვეული გენეტიკური ჩარევებით და ადამიანი გააუმჯობეს. მითი ანუნაკების შესახებ ასახავს უცხოპლანეტელებთან მომხდარ პალეოკონტაქტს.